თქვენ თქვით რომ გაგვთ განცდა რომ ივანიშვილი ემზადება არჩევნები ჩანიშნოს რამე ინფორმაციას ეფუძნება ეს თქვენი ნათქვამი თუ უბრალოდ სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავთ მათთვის მე ამაზე ძალიან დიდი ხანია ვამბობდი რომ ისინი ისეთ ჩიხში ჩადგნენ და ისეთი მოცემულობა შექმნეს თვითონ რომ საიდანაც გამოსვლა აბსოლუტურად შეუძლებელია. როდესაც 5-ით 1-ს აგებ, ეგ არის მოცემულობა. 80% რო აქეთ არის და 20% რომელსაც შენ იმიტომ აჩერებ, რომ ტენდერებს აძლევ და აპარინებ ბაღის და უფასო სასადილოების და ძაღლების სტერილიზაციის ფულს, ეს ის 20%-ია, ხო, რომელიც მარტო ამიტომ აქვს, არა ფასეულობების გამო, არა იდეოლოგიის გამო. აქედან 5-ით 1-დან ვერაფერს ვეღარ შემოაბრუნებ. ამიტომ ეს ჩემი აზრით ისედაც ახლოვდება ახალ შემადგენლობაზე გეტყვით რომ მე გაგახსენებთ რომ ბიძინა ივანიშვილმა თავარ ინტერვიუში რომელიც მისცა წინა საპარლამენტო არჩევნებამდე ეს თქვა ეს ხალხი მომაცილებინეთო მე ამათ მოვაცილებო ჩვენზე და ახალ პარტიებს ჩვენ თვითონ შეგიქმნითო ამიტომ მე სკეპტიკურად ვეკიდები განცხადებებს რომ ახალი უნდა მოვიდეს ვინმე მაინდა-მაინც სალომე ზურაბიშვილის არა ხო ის ამას ამბობს კომენტარს აკეთებთ ეხლა მან თქვა ისაუბრა რაღაც ახალი პარტიების შექმნის თაობაზე ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხაზი არ ვიცი მე მას ვინ გაიმეორებს მე ოქტომბრის ინტერვიუში 20-24-საში მან ეს თქვა შეგიქმნითო ამ პირობებსო ჩვენო რომ ახალ პარტიებს შევქმნითო ესე თქვა რას უნდა მივაქციოთ აქ ყურადღება ჩემო საყვარელო ხალხო ფინანსებს მაშინ როდესაც ჩემ პარტიას მაგალითად დღეს აგერ მომიმზადა პროპაგანდისტურმა არხმა რაღაც სიუჟეტი რომ ფული არ აქვს კი ის კი არა და ვისაც შეხედავთ ხალხი რეპრესიებშია მათ შორის ფინანსურ რეპრესიებშია თუ აქ ვინმეს დააკვირდეთ თუ აქ ვინმეს უცებ გაუჩნდება რესურსი თავისუფალი რომელსაც ახსნა არ აქვს უნდა ეს არის ბიძინა ივანიშვილის მართვის საშუალება ხო მაშინ როდესაც ეხლა ვიყავი სხვათა შორის დუშენის დაავადებული ბავშვების მხარდამჭერ აქციაზე არც ერთი პოლიტიკოსი არ იყო იქ ინგა წინა კვირას იყო 3 დიდი აქცია მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა არის მნიშვნელოვანი ჩვენ არ უნდა გადავიქცეთ აბუნციციაში-ლებად საერთაშორისო მიმომხილველებად პოლიტიკოსები მე ვიყავი ერთადერთი პოლიტიკოსი წუხილით ვამბობ ამას, რომელიც იყო სემეკის ხდომაზეც, ძაღლებთან მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ აქციაზეც და შემდეგ დიუშენით დაავადებული ბავშვების აქციაზე. ერიდებიან პოლიტიკოსები, იმიტომ რომ არ დააბრალონ მერე რომ იყენებენ დაუშვათ ამა თუ იმ აქციას, თუმცა მე გეთანხმებით პოლიტიკოსის მოვალეობაც ეგაა, რომ არა, გამოყენ ჩვენ ამას. არა, იცით ეხლა თქვენ რომ მაგალითად იგივე ძაღლების აქციაზე იყო თუ არ ვცდები, პოლიტიკოსები ანუ პოლიტიკოსები არ არიან ხოლმე დიდად სასურველი სტუმრები. მე ჩვენ ამას ვერ გავყვებით ვერანაირად. მესმის აბსოლუტურად. თქვენ ახსენეთ წეღან აი სასადილოების ფულში პარავენ და როგორ რეალობაში ვართ ხო ჩვენ? ანუ ადამიანებს 9 აპრილის აქციაზე დაუშვათ უწყობენ პროვოკაციას მე რა როგორ წარიმართება ჩვენ არ ვიცით. ციხეში უშვებენ ტროტუარზე დგომის გამო უდანაშაულოდ მტკიცებულებების გარეშე დატყვევებული ადამიანები უსხედან ციხეში და სასადილოების უმწეოთა სასადილოებით გაკეთებული მილიონების გამო დაჭერილ ხალხს მერე გირაოს უსჯიან და გარეთ უშვებენ. აი ესეთი რაღაც ძალიან ცოტა დრო მქონდა კაბატონო და თუ შეიძლება მე არ გიზღუდა დროს გადავაცილებ. დიდი მადლობა უბრალოდ ძალიან გვიან არის ხარ ვიცი ჩვენ რამდენი ხალხი გვიყურებს და ანუ რამდენი ხანი უნდა პრეტენზიებს მეუბნებით გამოთქვათ? კი. კარგით. კი, პრეტენზიებს გამოთქვათ. რომ გადავაცილებ. არა, უბრალოდ მე მინდა რომ შესაბამისი დრო მქონდეს რომ ჩემ ხალხს გავაგებინო რისი თქმა მინდა. სემეკის ხდომაზე, როდესაც 30%-ით გაგვიძვირდა ცხოვრება. ეს სემეკის ხდომა ჯერ იყო დეკემბერში და შემდეგ სემეკის ხდომა იყო მარტში 30%-ით ესეთი მტრული ნაბიჯი საქართველოს მოსახლეობის მიმართ ბიძინა ივანიშვილს ფულით დიდი ხანი არ გადაუდგია. იქ არც ერთი ეს არ იყო ოპოზიციური შეხვედრა კაბატონო ინგა. მე მესმის თქვენი თანაგზნობა, მაგრამ ეს იყო ოფიციალური სახელმწიფო ორგანოს ხდომა, სადაც მე ვიყავი მარტო. დაინახეთ, გითხარით რომ აქციაზე როგორც წესი ადამიანები აპროტესტებენ თქო პოლიტიკურად იყენებთო და ეს მოხდა ძაღლების მაგრამ მე ვიყავი იქ, მაგრამ ნახეთ, ვაფასებ რომ იყავი. კი, პირველი მნიშვნელოვანია რომ არ ავყვეთ ზუსტად ჩემი და ჩვენ
ჩვენი ამოცანა მე მგონი ეგ არის, რომ ამ სტიგმატიზაციას არ ავყვეთ და მე იქ სცენაზე კი არ უნდა გამოხვიდე, იქ უნდა მიხვიდე და ადამიანს მხარი დაუჭირო შიდა თემაში, როდესაც ჩვენი პოლიტიკოსები გამოდიან და არჩევენ რა ხდება ბრიუსელში, ზუსტად ამას აკეთებს ქართული ოცნება. ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, იმისთვის, რომ პროტესტმა გაიმარჯვოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ვუქომაგოთ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე. როდესაც ყველას გაგვიძვირდა 30%-ით ცხოვრება, ეს შეიძლება რაღაცა ფენას არ ეხება, ძალიან პატარა ფენას არ ეხება, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სწორედ ამის გამოა გაბრაზებული აი ამ ხალხზე, რომელსაც თქვენ აჩვენებთ. დიდი მადლობა. არაფერს. მადლობთ. შეგიძლიათ კიდევ თქვათ თუ რამის თქმა გინდათ? მადლობთ ჩემ შესაძლებლობისთვის. მადლობთ კმაყოფილება. რატომ ესაუბრებით ამ ტონში? იმიტომ რომ გადავაცილეთ, თქვენ დრო წავიღეთ. ადამიანი იყო დაჭერილი, მოგვიწია პირდაპირ ჩართვის გაკეთება და ბოდიშს გიხდით. ამ ბოლო დროს საერთოდ დავკარგე მე პირადად სურვილი, როდესაც ვინმე რამე პრეტენზიას გამოთქვამს, ამაზე ვუპასუხო ხოლმე ეთერში. ამიტომ შეგიძლიათ ბრძანოთ. მოდი დავიწყოთ იქით. რაც შეეხება დაკავებულ პირებს, სწორედაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი მე როგორც იურისტმა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ის რაც ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანს მსხვერპლს მოკიდეს ხელი და 7 საათი შეიყვანეს იქ, დაკითხეს და იმის მაგივრად, ნახეთ, ყველა პოლიტპატიმრის ხდომაზე იცით რა ხდება ქალბატონი. მე მინდოდა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ მე შემიძლია ვთქვა, როგორც ამ სფეროს მცოდნემ ადამიანმა, რომელმაც წინა ხელისუფლებასაც უყურა, 20 წელი ამ სიტუაციას უყურებს, სხვათა შორის და კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება, რამხელა უსამართლობაა, რომ მოკიდეს ხელი ზურაბ ადეიშვილს და დანიშნეს უკრაინაში. და ვისი პასუხისმგებლობაა ეს? თეა წულუკიანის. არავის არ ეგონოს, რომ ეს ქართულ ოცნებას გამოეპარა. თეა წულუკიანი პირდაპირ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ადამიანმა, რომელმაც შექმნა სასამართლო კლანი, რომელიც მართავს სასამართლოს დღეს, ეს ადამიანი წავიდა და პასუხი კი არ აგო, დაწინაურებული. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ამით მართლა დავამთავრებ, მიუხედავად იმისა, რომ სიამოვნებით ვიზაუბრებდი. ყველა პოლიტპატიმრის საქმეზე ხდება შემდეგი რამ. პირდაპირ იღებენ კადრებს, არც ამოცნობა ტარდება, არაფერი კადრებს იღებენ, ტელეკამერების და სათვალთვალო კამერების მეშვეობით ასამართლებენ ადამიანებს. რა ხდება ამ შემთხვევაში, რა საჭირო იყო 7 საათიანი დაკითხვა? აი ეს უსამართლო ხელი, რომელიც ჩვენ ქვეყანას მართავს, აი ამ დაკავების ფაქტშიც გამოიხატება და მაპატიეთ, რომ მე როგორც პოლიტიკოს მინდა ეს ძალიან ძვირფასი დრო გამოვიყენო ადამიანს, რომელსაც მე ხო იცი ტელევიზია მე არა მაქვს, რესურსები არა მაქვს და მაშინ კიდევ ერთხელ ვიტყვი, მადლობას მოგახსენებთ, რომ მე მინდა ყველა წუთი, რომელიც ძალიან ძვირია, მე უბრალოდ იხსნით, გამოვიყენო, რომ ჩემ ხალხს მივმართო. კი ბატონო, და თქვენ ხშირად გაქვთ ამის საშუალება და მე უბრალოდ რადგან თქვენ გამოთქვით პრეტენზია ცოტა დრო მერგო, უბრალოდ მინდა აგიხსნათ, რომ დაემთხვა თქვენს დროს ზუსტად შაკოს გამოშვება, დაემთხვა თქვენ დროს ეს კომენტარები და ამიტომ ჩვენ შეიძლება დიდი ხანი გავაგრძელოთ, მაგრამ სინამდვილეში ეს მე ვიქვიყავი დღეს დილას 9 აპრილს, როდესაც ეს ფაქტები მოხდა. შესაბამისად, ამ ყველაფრის განხორციელება, რა თქმა უნდა, თქვენს ხელშია, უბრალოდ წინა გამომსვლელებმა, რომლებიც აქ იყვნენ, უფრო მეტი დრო წაიღეს, ვიდრე მე ასე მგონია. და მე მაპატიეთ, რომ მიხოთ გადავახვიოთ მოდი მაშინ და დავითვალოთ წუთები. კი, მე დავითვალოთ სიამოვნებით. ჩემი საქმე ეს არის, რომ დაითვალეთ წუთები, რამდენი წუთი იჯდა ნიკა გვარამია დაუშვათ, რამდენი წუთი ზის ქალბატონი ანა. მე შემიძლია კიდევ გავაგრძელო თქვენ თუ გაქვთ სურვილი, გითხარით, რომ საერთოდ დავკარგე ეს პირველად ვამბობ ამას ეთერში, საერთოდ დავკარგე ბოლო პერიოდში სურვილი, როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი აქ ძალიან სერიოზული პრეტენზიით გამოდის ხოლმე და არიან ასეთებიც, მათ რამე ვუპასუხო, თქვენ გაქვთ პირდაპირ ეთერი, მე არ შეგაწყვეტინებ, შეგიძლიათ ისაუბროთ კიდევ თუ კი რაიმე დაგჭათ საქმე. უკვე შემაწყვეტინეთ ბევრჯერ სხვათა შორის. მოდი სიმართლე ითქვას. ორჯერ შეგაწყვეტინეთ პირდაპირ ჩართვის გამო თბილისის მთაწმინდის პოლიციიდან ჩართვის. კიდევ ერთხელ იმეორებთ მაგას და არ არის ეგ მართალი. ძალიან გთხოვთ, მაშინ ნუ გაიმე ქალბატონო ინგა. ხო მიცნობთ, თქვენ მე მიცნობთ ძალიან კარგად. როდი შეგაწყვეტინეთ? თქვენ მე მიცნობთ ძალიან კარგად. სხვა როდი შეგაწყვეტინეთ? თქვენ მე მიცნობთ ძალიან კარგად. მეც თქვენ ძალიან კარგად მიცნობთ და მგონია რომ წარმოუდგენელი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა წუთი ძალიან ძვირადღირებულ ფუფუნებაში, რომ ჩემ ხალხს ვესაუბრო. ამიტომ მომიტევეთ ეს
მისწრაფებ. კარგით, მე არ გიპასუხებ თქო, მაგრამ ორი ჩართვის გარდა როდის შეგაწყვეტინეთ თქო, უბრალოდ ისე არ მინდა რომ გახვიდეთ რომ მაყურებელმა იფიქროს რომ მე თქვენ წუთებს გართმევთ. დავით გავალ აქედან და გვექნება შესაძლებლობა რომ შევადაროთ ყველაფერი. დაითვლით ხო ამ წუთებს? ხოთა შორის მე ვარ ადამიანი, რომელსაც ამბიცია მაქვს რომ მართო 4 მილიონიანი ქვეყანა. შესაბამისად საკმაოდ დიდ ყურადღებას ვაქცევ ძალიან ბევრ რამეს. ახლა საქართველოს ბიუჯეტი მინდა რომ მართო და რაღაც პატარა წუთებს რაღაცნაირად დავითვლი. და ჩემი გადაცემაც მოგინდათ რომ მართოთ? არა, 4 მილიონიანი ქვეყანა უნდა მართო და კარგი. არა, წუთების დათვლაზე არის საუბარი, ხო? კარგით. წარმატება მინდა გისურვოთ ქალბატონო ანა